დღეს ზუგდიდი თბილისის ცენტრალური მაგისტრალი დაახლოებით 9 საათით გადაიკეტა. ცენტრალური გზა ყოფილი სააფთიაქო ქსელის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გადაკეტეს. თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ გზაზე მოძრაობის აღდგენა მოხდა. აქციაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიცია კუკავა ჩიხრაძის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თენგიჯ გუშია, მერობის კანდიდატი ირაკლი ღურწკაია და საკრებულოს წევრობის კანდიდატი ციცინო შენგელია. Ცუდად იყო მეზობელი და დამიძახეს და მივდიოდი და გველმა მიკმინა ფეხზე. დღეს მოსახლებმა მართლაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეყო იმის შესაძლებლობა და უნარი, რომ გაუმართავი შენობა არ მიეღოთ ექსპლუატაციაში. დიახ, აბსოლუტურად გაუმართავია ეს შენობა, რომლებშიც ეს მოსახლეობა შეასახლეს, არ არის კანალიზაციის სისტემა, არ არსებობს წყლის მილები, არ არის სასმელი წყალი. საბუკაშვილის ბინები ყველაზე დაუწვა სოციალურად გაუჭირებებულ დევნილებს ეკუთვნით და მე ვფიცავ, რომ თქვენს უფლებებს ვისაც მართლა გეკუთვნით, ჩემს გუნდთან ერთად, თენგიჯ გუშიასთან, კახა კუკავასთან, ღურწკაიასთან და ყველასთან ერთად დავიცავ. ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას მცირე ინციდენტი მოყვა. სამოქალაქო მოძრაობა სამეგრელოს ხმის ლიდერს თენგიჯ გუშიასა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. და მე ბოლომდე რომ დამიჭირონ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ირაკლი ღურწკაიასთან, ციცინო შენგელიასთან, თეონა ქარდავასთან. დიახ, მეც ვარ სამგზაყანოელი, ვარ ოდიშელი, ვარ სამგზაყანოელი. ჩვენოდეს პოლიციელ გუბერნატორ სონიას, რომელიც დაკავებული არის ოცნების ადმინისტრაციული რესურსის მართვის და არ ხვდება ხას თავის მტავნილებს არ ხვდება. თავის მხრივ კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმაც გააკეთა. გურგენ სართანიას განცხადებით აქცია მიზან მიმართულად გაიმართა. სპეკულაციას ეწევა ერთ-ერთი არასაპარლამენტო ოპოზიცია და ქმნის სპეციალურად ხელოვნურად აგრესიულ ფონს, რომ ეს ხალხი მომავალში გამოიყენოს როგორც ამომრჩეველი. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აქცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღის პირველ საათზე გამართეს.